კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მე ვარ რუსლან ქურდოვანიძე, მცირე და საშუალო ბიზნესის სკოლა, წარმოგიდგენთ ვებინარს ფიზიკური პირის ქონების გადასახადი. ზოგადად ქონების გადასახადი შედგება ორი ნაწილისგან. ეს არის ფიზიკური პირების ქონების გადასახადი და ეს არის ფიზიკური პირის მიწის გადასახადი. ქონების გადასახადში ზოგადად მოიაზრება უძრავი ქონება. ეს შეიძლება იყოს საცხოვრებელი ბინები, სახლები, კომერციული ფართები, განადგარები და ასე შემდეგ. ხოლო მიწის გადასახადში მოიაზრება როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, ისევე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, ტყის მიწები და ასე შემდეგ. ზოგადად, როდესაც ვსწავლობთ გადასახადს, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რამდენიმე შეკითხვაზე პასუხი, რომ სრულყოფილად გავეცნოთ გადასახადს. ანუ მნიშვნელოვანია გავიაზროთ ქონების გადასახადის სტრუქტურა. კონკრეტულად, რა არის ზოგადად გადასახადი, ვინ არის გადასახადის გადამხდელი, რა არის დაბეგვრის ობიექტი, როგორია გადასახადის განაკვეთი, ანუ რამდენია გადასახადის განაკვეთი, როგორია ანგარიშგების ფორმა და ვადა, როდის დგება გადახდის ვადა, რომელი პირები არიან გადასახადისგან გათავისუფლებული პირები და როგორ ხდება ქონების გადასახადის დეკლარირება შემოსავლების სამსახურის პორტალზე. არა მარტო ფიზიკური პირის ქონების გადასახადისთვის, ასევე ზოგადად ყველა გადასახადისთვის. საგადასახადო კოდექსთან მიმართებაში, ანუ ზოგადად გადასახადს, აქვს შემდეგი სტრუქტურა, ანუ ზოგადად ესეთია გადასახადის აგებულება. როდესაც ვიცით ყველა ამ შეკითხვაზე პასუხი, ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონკრეტულად ვიცით აღნიშნული გადასახადი. ჩვენ ვებინარში განვიხილოთ თითოეული პუნქტი ცალ-ცალკე. გადასახადის ცნება. ზოგადად ქონების გადასახადი მიეკუთვნება ადგილობრივ გადასახადთა კატეგორიას. ადგილობრივი გადასახადი ნიშნავს იმას, რომ იგი მიემართება ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ბიუჯეტებში. მაგალითად, თუ ფიზიკურ პირს ქონება გააჩნია თბილისსა და ბათუმში, თბილისის ქონებაზე გადასახადი მიემართება თბილისის ბიუჯეტში, ხოლო ბათუმში არსებულ ქონებაზე გადასახადი მიემართება ბათუმის ბიუჯეტში. ასევე ფიზიკური პირის ქონების გადასახადი მიეკუთვნება პირდაპირი გადასახადების კატეგორიას. ეს ზოგადად ნიშნავს, ფიზიკური პირი თავად ახდენს გადასახადის გადახდას ბიუჯეტში. გადასახადის გადამხდელი. ზოგადად ქონების გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომლის ოჯახის შემოსავალიც აღემატება 40,000 ლარს. მაგალითად, თუ თქვენი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არის 20,000 ლარი, ხოლო თქვენი მეუღლის შემოსავალი არის 30,000 ლარი, მარტივი არითმეტიკით თქვენი ოჯახის შემოსავალი შეადგენს 50,000 ლარს და თქვენ მიმდინარე წლისთვის უკვე ითვლებით ქონების გადასახადის გადამხდელად. აღნიშნული ზღვარი შეეხება მხოლოდ შემთხვევას, როდესაც საქმე გვაქვს უძრავ ქონებასთან, როგორიც შეიძლება იყოს სახლები, ბინები, კომერციული ფართები და ასე შემდეგ. ანუ ქონებასთან და არა მიწასთან. შემოსავლების დათვლასთან მიბმულია ქონების გადასახადი და არა მიწის გადასახადი. ასევე მნიშვნელოვანია გავიგოთ, როგორ ხდება აი ამ 40,000 ლარის დაანგარიშება. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ აქ მოიაზრება დარიცხული ხელფასი, დარიცხულ ხელფასში მოიაზრება ხელფასი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით. მაგალითისთვის, თუ თქვენი ხელფასი შეადგენს 1000 ლარს, ხელზიასაღები ხელფასი იგულისხმება, მაშინ თქვენი დარიცხული ხელფასი იქნებოდა 1250 ლარი, რასაც რეალურად დაერიცხებოდა საშემოსავლო გადასახადი. სწორედ აღნიშნული თანხები ფორმირდება აი ამ 40,000 ლარში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ 40,000 ლარში ხდება ყველა ის შემოსავალი, რომელიც იქნებოდა ეკონომიკური საქმიანობით მიღებული, ასევე სხვა არაეკონომიკური საქმიანობით მიღებული. შესაძლებელია ეს იყოს ჩუქებით მიღებული სარგებელი, მაგალითად, ფიზიკურ პირს მეგობარმა აჩუქა საცხოვრებელი სახლი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 50,000 ლარს. და აი ამ ფიზიკურ პირთან
ანუ ამ მეგობართან ფიზიკურ პირს არანაირი კავშირი არ გააჩნია ნათესაური. როგორც იქნებოდა პირველი მეორე რიგის მემკვიდრეობა. პირველი მეორე რიგის მემკვიდრეები ნიშნავს, რომ მაგალითად თუ დედამ ან მამამ მემკვიდრეობით დაგიტოვათ სახლი, აღნიშნული საბაზრო ღირებულება ამ დაანგარიშებაში არჩევა, მაგრამ თუ მეგობარმა გაჩუქათ 50,000 ლარის საბაზრო ღირებულების სახლი, თქვენ აუცილებლად მიმდინარე წლისთვის ითვლებით ქონების გადასახადის გადამხდელად. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თქვენი შემოსავალი ანგარიშდება ოჯახის მიხედვით, ოჯახად კი აღიქმება საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის ერთობლივი შინა მეურნეობის გამწევი პირების ერთობლიობა. ეს შეიძლება იყვნენ მეუღლეები, მიუხედავად იმისა, ისინი იმყოფებიან თუ არა ოფიციალურ ქორწინებაში, ასევე შესაძლებელია იყოს მშობლები და შვილები, ну რა თქმა უნდა, შვილები უკვე სრულწლოვნები, რომლებსაც გააჩნიათ შემოსავალი და ასე შემდეგ. გადავიდეთ მიწის გადასახადზე. მიწის გადასახადთან მიმართებაში, ანუ აღნიშნული 40,000 ლარის ზღვარი საერთოდ არ ხდება ამ ზღვრის დაანგარიშება, ვინაიდან თქვენი შემოსავალი შესაძლებელია იყოს 0 ლარი, მაგრამ თუ საკუთრებაში გაგაჩნიათ მიწა, თქვენ ავტომატურად ითვლებით ქონების გადასახადის გადამხდელად. გადავიდეთ ახლა ზოგადად დაბეგვრის ობიექტზე. ფიზიკური პირის ქონების გადასახადის მიზნებისთვის დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ასევე არარეზიდენტისგან ლიზინგით მიღებული ქონება. მაგალითად, ფიზიკურ პირს საკუთრებაში შესაძლებელია ქონდეს საცხოვრებელი სახლი, არასაცხოვრებელი სახლი, ასევე არარეზიდენტისგან შესაძლებელია ლიზინგით ქონდეს მიღებული რაიმე სახის დანადგარი. ყოველივე ამაზე იგი ითვლება ქონების გადასახადის გადამხდელად. ასევე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებად ის ითვლება ქონების გადასახადის გადამხდელად. დაბეგვრის ობიექტს მიწის გადასახადის მიზნებისთვის წარმოადგენს საკუთრებაში არსებული მიწა. საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით. თქვენ ხედავთ, რომ სლაიდზე 1 აპრილი არის გაწითლებული, ვინაიდან როდესაც ხდება 2013 წლის ქონების გადასახადის დეკლარირება, ფიზიკური პირი აღნიშნულს ადეკლარირებს 2014 წლის 1 ნოემბრამდე, ხოლო მიწის გადასახადი დეკლარაციაში ხდება 2014 წლის 1 აპრილის მდგომარეობით. შესაძლებელია 2013 წელს თქვენ საკუთრებაში საერთოდ არ გქონდეთ მიწა, მაგრამ 2014 წლის 1 აპრილს უშუალოდ 1 აპრილს შეიძინეთ და აღნიშნული უკვე 2013 წლის დეკლარაციაში უნდა დაადეკლარიროთ. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ეს მიწა რომ შეგეძინათ 2014 წლის 2 აპრილს, უკვე 2013 წლის დეკლარაციაში აღნიშნული მიწა არ მოხდებოდა. ეს უკვე მოხდება შემდგომი წლის დეკლარაციაში, ანუ 2014 წლის დეკლარაციაში. ვინაიდან 2015 წლის 1 აპრილს თქვენ უკვე საკუთრებაში გექნებათ მიწა. ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა, რომლითაც სარგებლობს ფიზიკური პირი. შესაძლებელია ფიზიკურ პირს ჰქონდეს სარგებლობაში ან იჯარით აღებული სახელმწიფოსგან მიწა და ამ შემთხვევაშიც მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო წარმოადგენს მესაკუთრეს, იგი ითვლება ქონების გადასახადის გადამხდელად. ასევე შესაძლებელია განკარგავდეს ფიზიკური პირი გარდაცვლილი პირის მიწას და თუ იგი განკარგავს გარდაიჯარისა, ამ შემთხვევაში ითვლება იგი ქონების გადასახადის გადამხდელად. იმ შემთხვევაში თუ ფიზიკურ პირს იჯარით აქვს აღებული, ანუ ნაქირავები აქვს მიწა გარდაცვლილი პირისგან, ამ შემთხვევაში ის არ შეითვლებოდა, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ ქონებას განკარგავს, ანუ შესაძლებელია იყოს ის მისი მემკვიდრე, ასე ვთქვათ. გადავიდეთ შემდგომ სლაიდზე და ეს არის გადასახადის განაკვეთი. ფიზიკური პირის ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს საგადასახადო ორგანო წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. ზოგადად ქონების გადასახადი ფიზიკური პირებისთვის დიფერენცირებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების მიხედვით, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით. მაგალითად, განსხვავებული განაკვეთი არის, თქვათ,
არასასოფლო-სამეურნეო მიწებზე თბილისში და განსხვავებული განაკვეთი არის მაგალითად ქუთაისში. ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე. მნიშვნელოვანი ანალოგიური განსხვავებული განაკვეთებია ქონების გადასახადს, ანუ ქონების გადასახადი დავყვეთ ორ ნაწილად, ეს არის ქონების გადასახადი და მიწის გადასახადი, როგორც უკვე შევთანხმდით. მნიშვნელოვანია, რომ ქონების გადასახადის მიზნებისთვის ფიზიკური პირებისთვის თუ ფიზიკური პირის ოჯახის შემოსავალი აღემატება 40,000 ლარს, ხოლო ნაკლებია 100,000 ლარზე, მისი განაკვეთი მერყეობს 0,2%-დან 0,5%-მდე. ხოლო თუ ფიზიკური პირის ოჯახის შემოსავალი აღემატება 100,000 ლარს, საპროცენტო განაკვეთი არ არის მეტი 1%-ზე. კონკრეტულად რამდენი პროცენტია ამ საბაზისო განაკვეთებს ადგენს, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა და საგადასახადო კოდექსი, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულები, ანუ სხვებს ადგენს საგადასახადო კოდექსი, ხოლო კონკრეტულად რამდენი იყოს განაკვეთი ამა თუ იმ ტერიტორიულ ერთეულზე, ამას უკვე ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულები. ასევე მინდა აღვნიშნო დამატებითი ინფორმაციის სახით, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის ერთეულებს არ აქვთ უფლება 150%-ზე მეტად გაზარდონ ეს საგადასახადო ზღვარი, ანუ საგადასახადო განაკვეთი. გადავიდოთ შემდგომ სლაიდზე და ეს არის ანგარიშგების ფორმა და ვადა. მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკური პირები საგადასახადო ორგანოში დეკლარაციას წარადგენენ ელექტრონული პორტალის საშუალებით და დეკლარირების ვადა არის არა უგვიანეს 1 ნოემბერი მიმდინარე წლის. მაგალითისთვის, ფიზიკური პირი 2013 წლის ქონების დეკლარაციას წარადგენს არა უგვიანეს 2014 წლის 1 ნოემბრამდე. ხოლო რაც შეეხება გადახდას, იგი იხდის არა უგვიანეს მომდევნო წლის 15 ნოემბრამდე. ანუ მაგალითისთვის, ფიზიკური პირი 2013 წლის მოგების გადახდას გადაიხდის არა უგვიანეს 2014 წლის 15 ნოემბრამდე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კონკრეტულად რამდენი იქნება გადასახადი, წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე თავად საგადასახადო ორგანო მოახდენს ამის დაანგარიშებას. გადახდის ვადა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არის კალენდარული წლის 15 ნოემბერი. როგორც ქონების გადასახადისთვის, ასევე მიწის გადასახადისთვის და არსებობს გადასახადისგან გათავისუფლების რამდენიმე შემთხვევა. პირველ რიგში, რაც ყველაზე აქტუალურია და რაც ყველაზე გავრცელებულია ფიზიკურ პირებში, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თუ 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკურ პირს საკუთრებაში ჰქონდა 5 ჰექტრამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მისნაკვეთი, იგი ამ მიწის გადასახადზე არის გათავისუფლებული მიწის გადასახადისგან. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ფიზიკური პირის მშობლებს მაგალითისთვის ქონოდათ 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული მიწა და შემდგომ თქვათ ან ჩუქება, ან მოკლედ მემკვიდრეობა გადასულიყო ფიზიკურ პირზე 2008 წელს. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ ფიზიკურ პირს 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით საკუთრებაში ჰქონდა 5 ჰექტრამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ის გათავისუფლებულია ამ შემთხვევაში მიწის გადასახადისგან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ფიზიკურ პირებს აქვთ ბინები მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, მათ რა თქმა უნდა ეკუთვნით პროპორციულად მიწის ფართობები. ამასთან დაკავშირებითაც კოდექსი გარკვევს გათავისუფლებას და მრავალბინიან სახლში ცხოვრები ფიზიკური პირების კუთვნილი პროპორციული წილი მიწის გადასახადისგან აღნიშნულის გათავისუფლებულია. ასევე კოდექსი გვაძლევს კიდევ ერთ გათავისუფლებას ფიზიკური პირის ქონების გადასახადებთან დაკავშირებით და როდესაც თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლები, ასევე ავტოფარეხები, რომლებიც დამაგრებულია მიწაზე, აღნიშნული მიწა, აი კონკრეტული მიწა უშუალოდ რომელზეც დამაგრებულია ან საცხოვრებელი სახლი, ან ავტოფარეხი, აღნიშნულ ფართობსაც ათავისუფლებს
გადასახადისგან, საგადასახადო კოდექსი. ოღონდ ამასთან დაკავშირებით აუცილებელია გადამოწმდეს კონკრეტულად რომელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმყოფება, მდებარეობს უძრავი ქონება, იმიტომ რომ შეიძლება ზოგიერთი გათავისუფლებაში მოხდეს, ზოგიერთი არ მოხდეს გათავისუფლებაში. ეს მოკლედ ქონების გადასახადის შესახებ, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის შესახებ. ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანია გავეცნოთ თუ როგორ ხდება საგადასახადო სამსახურის, საგადასახადო ორგანოს პორტალზე გადასახადის დეკლარირება. წუთით კითხვები ხო არ გაქვთ ამასთან დაკავშირებით, სანამ მე დავაშიარებ ჩემ დესკტოპს. უშუალოდ კონკრეტული მაგალითის საფუძველზე განვიხილოთ ქონების გადასახადის დეკლარირება. ჩემ დესკტოპს უხედავთ. წერეთ. კარგით. შემოსავლების სამსახურის პორტალი, ეს არის მისი მისამართია RSG. აქ დავინახავთ სერვისებს, შევდივართ სისტემაში, ყველა ფიზიკური პირი, რომელიც ვალდებულია დაადეკლარიროს ქონების გადასახადი, ვალდებულია აიღოს, ანუ დარეგისტრირდეს შემოსავლების სამსახურის პორტალზე და დაარეგისტრიროს საკუთარი მონაცემები, რის საშუალებითაც იგი შეძლებს მოახდინოს გადასახადების დეკლარირება საგადასახადო ორგანოში. აქ ვწერთ მომხმარებლის სახელს, აქ ვწერთ პაროლს, შევდივართ სისტემაში. აი ხედავთ ფიზიკური პირის ქონების დეკლარაცია. აქ მნიშვნელოვანია მოვნიშნოთ ახალი დეკლარაცია და გამოდის 4 სტრიქონი. აქ ნუ რა თქმა უნდა პირველი გვეკითხება შემოსავლების სამსახური, რამდენია ჩვენი შემოსავალი, აღემატება თუ არა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იგი 40,000 ლარს. შესაძლებელია 40,000 ლარს არ აღემატებოდეს ჩვენი შემოსავალი, მაგრამ გქონდეს საკუთრებაში არსებული მიწა და ვალდებულები ვიყოთ მოვახდინოთ გადასახადის დეკლარირება. მეორე კითხვა არის აღემატება თუ არა, ნუ ეხლა მაგალითისთვის ვავსებთ 2013 წლის დეკლარაციას, თქვათ. მეორე კითხვა არის რამდენია ჩვენი შემოსავალი, არის თუ არა 40,000-დან 100,000 ლარამდე, ვინაიდან საგადასახადო განაკვეთები არის როგორც უკვე აღვნიშნეთ განსხვავებული. თქვათ ჩვენი შემოსავალი არის 40,000-დან 100,000 ლარამდე. შემდგომი შეკითხვა ეს არის თუ არა დეკლარაცია ინდივიდუალური, თუ არის საოჯახო. თუ მოვნიშნავთ საოჯახოს, მაშინ ვალდებულები ვართ მივუთითოთ ჩვენი ოჯახის წევრების მონაცემები, როგორიც არის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. თუ ვავსებთ საოჯახო დეკლარაციას, ასე ვთქვათ, და ვანგარიშობთ ჩვენ შემოსავლებს ოჯახთან მიმართებაში, მაშინ ვავსებთ ჩვენი ოჯახის წევრების მონაცემებს. თქვათ მოვნიშნოთ ინდივიდუალური. მიწის ტიპი. თქვათ გვაქვს არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა. მისი მდებარეობა აი მოგეხსენებათ ჩამოშლილია მდებარეობა, აღსანიშნავია რომ თქვენ აქ ვერაფრის ჩაწერას ვერ ახდენთ. დიახ. კითხვა არის შემოსული, ერთი წუთით გუპასუხოთ. მე თუ ცხოვრობ ოჯახთან ერთად, მაგრამ შევავსე ინდივიდუალური, როგორ უნდა გადამამოწმონ. მაკა
აქ როგორი სიტუაცია? თქვენ თუ დაგიმტკიცეთ, ანუ შემოწმების შემთხვევაში, ანუ როდის ხდება რეალურად გადამოწმება, ხომ? როდესაც ხდება რეალურად თქვენი შემოწმება, ასე ვთქვათ, საგადასახადო ორგანოს მხრიდან. თუ თქვენ მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში არის საგადასახადო ორგანოზე. თუ თქვენ დაგიმტკიცეს, რომ თქვენ ოჯახთან ერთად ცხოვრობთ, მაგრამ ეწევით ერთობლივ საოჯახო მეურნეობას, რა თქმა უნდა, თქვენ დაჯარიმდებით და თქვენზე გავრცელდება სანქციები, მაგრამ თუ თქვენ ვერ დაგიმტკიცეს და არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმის, რომ თქვენ ეწევით ერთობლივ საოჯახო მეურნეობას, ანუ ხართ ერთი ოჯახი, კი შეიძლება იცხოვროს რამდენიმე ადამიანმა ერთად, მაგრამ ეწეოდნენ ცალ-ცალკე საოჯახო მეურნეობას, ხომ? ალბათ დამეთანხმებით. მაშინ თქვენ აბსოლუტურად სწორად მოიქცეთ და თქვენზე არანაირი სანქციები არ გავრცელდება. იცით როგორ არის? ამ რისკს და ამ გადაწყვეტილებას ყოველთვის ფიზიკური პირი იღებს თავის თავზე. ალბათ უფრო მეუღლეების შემთხვევაში რისკი მაღალია იმისა, რომ შეივსოს ინდივიდუალური დეკლარაცია. და თუ ცხოვრობთ მშობლებთან ერთად, სავარაუდოდ რისკი უფრო დაბალია. ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ რეკომენდაციას ვერ მოგცემთ, იმიტომ რომ მცირე რისკი მაინც არის იმისა, რომ მოხდეს იმტკიცებულებების დადგენა, ნუ რა თქმა უნდა, შემოწმების პერიოდში, რომ თქვენი დეკლარაცია განიხილონ როგორც საოჯახო და მოხდეს ასევე შემოსავლების გადაანგარიშება ოჯახის და ასევე საკუთრებების. არაფრის. ამომწურავად უპასუხე თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები. კარგით, გადავიდეთ დეკლარირებაზე. აქ ჩამოშლილია უკვე ტერიტორიული ერთეულები და თქვა გვაქვს არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა თაისში. აქ ვირჩევთ უკვე ეს მეორე ზონაში, გვაქვს მესამე ზონაში. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ვახდენთ ქონების გადასახადის დეკლარირებას, ამონაწერებით ვიხემძღვანელოთ. ამის გაკეთება მოგვიწევს ერთხელ, ვინაიდან მომავალ წელს, თუ რა თქმა უნდა, ჩვენი ქონება არ შეიცვალა, ანალოგიურ ზუსტად იგივე მონაცემები წავა. საჯარო რეესტრის ამონაწერებით ვიხემძღვანელოთ, ვინაიდან იქ ზუსტად წერია ფართობი, ზუსტად წერია მისამართი, ზუსტად წერია რეგიონი და ასე შემდეგ. თქვათ, პირველ ცენტრალურ ზონაში გვაქვს არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა. მნიშვნელოვანია, რომ არასასოფლო სამეურნეო მიწის დეკლარირების შემთხვევაში ფართობის მითითება ხდება კვადრატული მეტრობით. თქვათ, გვაქვს 500 კვადრატული მეტრი. არ სარგებლობ არანაირი შეღავათით. ამოგვიგდო განაკვეთი, თავისი დაგვიანგარიშა გადასახადი, დავაწვევით დამატებას. ამ შემთხვევაში შეღავათში ჩავწეროთ 0. მნიშვნელოვანია, რომ თუ თქვათ სარგებლობ შეღავათით. აი როგორც უკვე აღვნიშნე, თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლებზე დამაგრებული მიწაა. მოვნიშნავთ აქ შეღავათს. და მნიშვნელოვანია, რომ გადასახადი დაგვიწერა 0, მაგრამ ამ შემთხვევაში მოდი მოვნიშნოთ, რომ არ სარგებლობ შეღავათით. დაგვიანგარიშა გადასახადი 500 კვადრატულ მეტრზე 150 ლარის ოდენობით, მივცემთ დამატებას და ჩვენ უკვე ავტვირთეთ ჩვენი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა და საგადასახადო ორგანომ მოახდინა გადასახადის დაანგარიშება. ახლა განვიხილოთ მაგალითი სასოფლო სამეურნეო მიწასთან მიმართებაში. თქვათ, გვაქვს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა. აქ მნიშვნელოვანია, რომ ამონაწერებში, საჯარო რეესტრის ამონაწერებში ხშირ შემთხვევაში მითითებულია კონკრეტულად სასოფლო სამეურნეო მიწის სტატუსი. შესაძლებელია ეს იყოს სათიბი, საკარმიდამო, საძოვარი, სახნავი და ასე შემდეგ. მაგრამ ხშირია შემთხვევები, აი ჩემ პრაქტიკაში ძალიან ხშირად მქონია შემთხვევები, რომ უბრალოდ არის მითითებული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა. ამ შემთხვევაში კონკრეტულად როგორ უნდა მოიქცე, ამასთან დაკავშირებით ზუსტი პასუხი არ არსებობს არჩემოსავლების სამსახურის მხრიდან. ყველაზე ურისკო, ანუ ნაკლებ რისკიანი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ მიგვემართა საჯარო რეესტრისთვის და მოგვეხდინა კონკრეტულად მიწის სტატუსის დაზუსტება, მაგრამ შესაძლებელია არც მოახდინონ თავისი მხრიდან აღაშულის დაზუსტება და ყველაზე ნაკლებ რისკიანი იქნებოდა ის, რომ მიგვეთითებინა საკუთარი შეხედულებით, ანუ თუ იქ გვიდგას
თქვა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზე აგარაკი, მივუთითოთ საკარმიდამო, თუ იმას ვიყენებთ როგორც საძოვარს, მივუთითოთ საძოვარი, ანუ რეალურ სიტუაციას და არსებულ მდგომარეობას დავეყრდნოთ, ეს იქნებოდა ჩემი რეკომენდაცია ამასთან დაკავშირებით. თქვათ, გვაქვს საკარმიდამო დანიშნულების სასოფლო სამეურნეო მიწა. იგი მდებარეობს ავირჩიოთ ქვემო ქართლი, ბოლნისში. და მნიშვნელოვანია, რომ ბოლნისით ჩაშლილია მუნიციპალიტეტის დასახლებები, დაბები, ქალაქი ბოლნისი. თქვა ქალაქ ბოლნისში. მნიშვნელოვანია, რომ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწებზე განსხვავებით არასასოფლო სამეურნეო მიწებისგან ფართობის მითითება ხდება ჰექტრობით. თქვათ, გვაქვს 2 ჰექტარი. ასევე არ ვსარგებლობ შეღავათით და გადასახადმა შეადგინა 200 ლარი. ანალოგიურად მოახდინა შემოსავლების სამსახურმა გადასახადის დაანგარიშება, როგორც არასასოფლო სამეურნეო მიწასთან მიმართებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გქონდეს საჯარო რეესტრის ამონაწერი, მივუთითოთ რეალური ტიპი მიწის, მდებარეობა, ფართობი, ვსარგებლობ თუ არა შეღავათით და საგადასახადო ორგანო ავტომატურად მოახდენს გადასახადის დაანგარიშებას. მივცემთ დამატებას და მიწის მონაცემები ატვირთულია შემოსავლების სამსახურის პორტალზე. ამასთანავე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო ხაზგასმით, რომ თუ მე ვავსებ, თქვათ, 2013 წლის დეკლარაციას, მიწის მდგომარეობა, ანუ მიეთითება 1 აპრილის მდგომარეობით 2014 წლის. ანუ 2013 წლის დეკლარაციას მე როგორც უკვე აღვნიშნე, ვადეკლარირებ 2014 წლის 1 ნოემბრამდე და თუ 2014 წლის 1 აპრილს საკუთრებაში მქონდა მიწა, მე უკვე მოვახდენ მისი მონაცემების დეკლარირებას. მეორე ნაწილი ქონების გადასახადის დეკლარაციის არის უკვე დასაბეგრი ქონების მონაცემების ატვირთვა, ასე ვთქვათ, და ქონების გადასახადის დაანგარიშება. თქვენ შესაძლებელია აქ მივუთითოთ ბოლო დეკლარაციით მითითებული უძრავი ქონების სია, თუ მე წინა წელს შემსებული მქონდა დეკლარაცია, მე შემიძლია ავტომატურად დავაწვი ამ ღილაკს და ავტომატურად დავაფორმირო ჩემი წინა ინფორმაცია და ავტომატურად მოახდენს გადაანგარიშებას შემოსავლების სამსახური. მაგრამ თუ რა თქმა უნდა, წინა წელს არ მქონდა შევსებული დეკლარაცია, იმიტომ რომ თქვათ, მარტივი გათავისუფლებით ჩემი შემოსავალი იყო, ოჯახის შემოსავალი იყო 40,000 ლარზე ნაკლები, მაშინ რა თქმა უნდა, ვახდენ მონაცემების ატვირთვას. ვირჩევ ქონების ტიპს. თქვათ, საკუთარ ბინა, საკუთარი სახლი, აგარაკი, შენობა, ნაგებობა, დაუმთავრებელი მშენებლობა, ასევე ქონების გადასახადის გადამხდელები არიან ფიზიკური პირების შეუმფრენებზე, თვითმფრინავებზე, კატარღებზე და იახტებზე. თქვათ, ავირჩიოთ საკუთარი სახლი. ასევე ვუთითებ მდებარეობას, თქვათ, მაქვს საკუთარი სახლი თბილისში, ერთი მაგალითისთვისაც მოვიყვანოთ თბილისი. თქვათ, მაქვს საკუთარი სახლი თბილისის წანისის რაიონში, ვთქვათ. მნიშვნელოვანია, რომ შემოსავლების სამსახურმა თავად ფიზიკურ პირებს მიანდო რეალურად საბაზრო ღირებულების მითითება, აღნიშნული უძრავი ქონების და თქვენი შეხედულებისამებრ უნდა მივუთითოთ თქვენი ქონების, ამ შემთხვევაში საკუთარი სახლის საბაზრო ღირებულება ლარებში. ალბათ დაგებადებათ კითხვა, რომ მივუთითო ნაკლები რა მოხდება. იმიტომ რომ მივუთითო ნაკლები რეალურად შემოსავლების სამსახური დაგიანგარიშებს უფრო ნაკლებ გადასახადს შესაბამისად. ამ შემთხვევაში არსებობს რისკი იმისა, რომ მოხდეს თქვენი შემოწმების შემთხვევაში შემოსავლების სამსახურმა გამოიყენოს საბაზრო ფასის პრინციპი, შეაფასოს თქვენი საკუთრების ღირებულება და გადაგიანგარიშოთ რეალური გადასახადი. და დაგარიცხოთ შესაბამისი თანხები. ვთქვათ, მე ვთვლი, რომ ჩემი საკუთარი სახლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 100,000 ლარს. ლარებში უთითებთ აუცილებლად.
ანალოგიურად არ ვსარგებლობ არანაირი შეღავათით და გადასახადმა შეადგინა 200 ლარი ფიზიკური პირებისთვის. ასევე ვახდენ ამის დამატებას. თქვათ მოვნიშნოთ დაუმთავრებელი მშენებლობა ფიზიკურ პირს, ასევე საკუთრებაში გააჩნია დაუმთავრებელი მშენებლობა, რომელზეც იგი აგრეთვე ვალდებულია, ანუ ეს არის უძრავი ქონება საკუთრებაში არსებული და ასევე ვალდებულია მოახდინოს ამ ქონების დეკლარირება, ანუ ამ ინფორმაციის წარდგენა შემოსავლების სამსახურში. თქვათ საკუთრებაში მაქვს გურიაში. ალბათ მიაქცევდით ყურადღებას, რომ ყველა ტერიტორიულ ერთეულებზე მნიშვნელოვნად განსხვავდება განაკვეთების, საგადასახადო განაკვეთები. მიახლოებული ღირებულება თქვათ შეადგენს 20,000 ლარს. თქვათ და გადასახადმა შეადგინა სულ რაღაც 40 ლარი. ასევე მნიშვნელოვანია განვიხილოთ ერთი შემთხვევა კონკრეტულად შეღავათებთან მიმართებაში. აი თქვათ გორია ვირჩიოთ. აი სოფლები მაგალითად. ვირჩიოთ გორის სოფლები. მიახლოებული ღირებულებით 10,000 ლარი. და ასევე შეღავათი ვრცელდება თუ კონფლიქტის ზონაშია მოქცეული რეალურად უძრავი ქონება, მაგრამ ამასთან დაკავშირებით აი მე თუ მივუთით ეს შეღავათი მნიშვნელოვანი აი თქვათ ჩემი საკუთარი სახლი მდებარეობს გორის სოფელში, თქვათ, რომელიც მოქცეულია კონფლიქტის ზონაში და მინდა რომ დავადეკლარირო ეს შემოსავლები სამსახურში. აუცილებლად დეკლარირების მომენტში მე უნდა მქონდეს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული კონკრეტული ცნობა, ანუ უნდა მქონდეს დოკუმენტი, რომ უშუალოდ ეს საკუთარი სახლი მოქცეულია კონფლიქტის ზონაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მე თუ ამას მივუთითებ საკუთარი შეხედულებით, მე ვთვლი რომ ეს კონკრეტული კონფლიქტის ზონა, მაშინ ეს შეღავათი ჩემზე არ გავრცელდება და აუცილებლად მოხდება დაჯარიმება და გადასახადის თანხის დარიცხვა. ანუ რა თქმა უნდა შესაბამისად ლეგალური დოკუმენტის შესაბამისად ხდება აი ამ შეღავათის გავრცელება. თქვათ ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ეს არის ქონება. მნიშვნელოვანია რომ გვიანგარიშებს აქ ჯამურ თანხას, ეს არის ქონების გადასახადის ჯამური თანხა. ეს არის მიწის გადასახადის ჯამური თანხა, ქვემოთ ხდება მითითება კონკრეტულად სრულად მიწის გადასახადის და ქონების გადასახადის ჯამური თანხის შეადგინა ჩვენი მაგალითისთვის, რომელიც შეადგენს ჩვენი მაგალითისთვის 590 ლარს. და თუ დავაწვევით ინფორმაციის შენახვას, ავტომატურად ჩემს პორტალზე შეინახავს შემოსავლების სამსახური აღნიშნულ ინფორმაციას, ვინაიდან შესაძლებელია რომელიმე კონკრეტულ ინფორმაციაში არ ვიყო დარწმუნებული და მე ამ დეკლარაციის გადაგზავნის ვადა მაქვს 1 ნოემბრამდე და 1 ნოემბრამდე მოვახდინო მონაცემების დაზუსტება. თუ დავაწვევი გადაგზავნას, ავტომატურად მოხდება დეკლარაციის გადაგზავნა. დეკლარაციებთან მიმართებაში მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი ფაქტი. თუ მე 2013 წლის ქონების გადასახადის დეკლარაცია, რა თქმა უნდა, როგორც ვადა მაქვს, შევავსე 2014 წლის 1 ნოემბრამდე და ჩემი ქონება არაფრით არ შეცვლილა. არ შეცვლილა ასევე შემოსავალი. ანუ არანაირი ფაქტორი არ შეცვლილა, რაც გავლენას მოახდენდა გადასახადის თანხაზე. მაშინვე შემიძლია მომავალ საგადასახადო წელს აღარ შევავსო დეკლარაცია და შემოსავლების სამსახური ავტომატურად მოახდენს გადასახადის დარიცხვას. და თვითონ დეკლარაცია ჩამეთვლება გადაგზავნილად. აღნიშნული ნორმა ჩაიწერა კოდექსში და საკმაოდ კარგად მუშაობს, ყოველ წელს რომ არ ვავსო ეს ჩემი დეკლარაციები, მაგრამ თუ თქვენ შეგეცვალათ ქონება, ან შეგეცვალათ შემოსავალი, რაც გავლენას მოახდენდა თქვენს
ქონების გადასახადზე აუცილებლად უნდა გაგზავნოთ დეკლარაცია, რომ წინა წლის გადასახადი არ დაგარიცხოთ შემოსავლების სამსახურმა ავტომატურად. ასევე შესაძლებელია საკუთრებაში არსებული მიწის შემთხვევაში საჯარო რეესტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით თქვენ ავტომატურად მოგივიდეთ მოთხოვნა მიწის გადასახადის დეკლარაციასთან დაკავშირებით და ავტომატურად მოგივიდეთ უკვე დაანგარიშებული გადასახადი. აღნიშნულიც არ გაგიკვირდეთ. ვინაიდან ეს ავტომატური გაგზავნები საგადასახადო ორგანომ დაახლოებით 2011 წლიდან დაიწყო. ფიზიკურ პირებს, რომლებმაც უბრალოდ საერთოდ არც ჰქონდათ იმის შესახებ ინფორმაცია, რომ უნდა მოეხდინათ მიწის გადასახადის გადახდა. თქვა, ავტომატურად დაიგზავნა მის სამართებზე საგადასახადო მოთხოვნები, თქვენ გეკისრებათ ვალდებულება ბიუჯეტის წინაშე ვთქვათ ამდენი და ამდენი, ვინაიდან საკუთრებაში გაქვთ მიწა. ასევე მნიშვნელოვანია გაჩვენოთ ერთი დეტალი, რომ თქვენი ფიზიკური პირის ან კონკრეტულად ვის პორტალზეც ვიმყოფებით ამ შემთხვევაში, იგი მიბმულია საჯარო რეესტრის მონაცემებს. თქვენ თუ დააწვევით, ეხლა ისეთ პორტალზე ვარ, რომ შეიძლება ძალიან სხვა ინფორმაცია მომიგდოს, ამიტომ არ გამოვიყენებ ამ ღილაკს. აი ამ ღილაკს თუ დავაწვევით, მნიშვნელოვანია, რომ თქვენ საკუთრებაში არსებული ამ შემთხვევაში მიწის მონაცემები მოხდება ავტომატურად ელექტრონულად გამოტანილი, შეგიძლიათ მაგითაც იხემძღვანელოთ და ქვედა ღილაკია დასაბეჭდ ქონებაზე, ანუ ქონების შესახებ საჯარო რეესტრის მონაცემებიც გამოვა ავტომატურად, მაგრამ თუ თქვენ განახლება 2009 წლის შემდგომ გაქვთ გაკეთებული, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება ინფორმაციის გამოტანა. ვინაიდან 2009 წლამდე ელექტრონულად არ ხდებოდა აი ამ ინფორმაციის გამოტანა, ასე ვთქვათ. ამიტომ სრულ ინფორმაციას მაინც არ მოგცემთ და მხოლოდ აი ამას ნუ დავეყრდნობით საჯარო რეესტრის მონაცემებს, იმიტომ რომ შეიძლება ელემენტარულად 2009 წლის შემდგომ არ იყოს ინფორმაცია განახლებული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თუ რაიმე დეტალში, ოდესმე შეგეპარებათ ეჭვი, მნიშვნელოვანია, რომ შეგიძლიათ თქვენ ისარგებლოთ ინსტრუქციით, რომელიც მიბმულია 996 ბრძანებას ფინანსთა მინისტრის 996 ბრძანებაში რეალურად არის ჩამოყალიბებული და ჩაშლილი აღნიშნული წყება 90-ე მუხლიდან, როგორ უნდა მოხდეს ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციის შევსება. ეს არის კანონი და ეს არის იურიდიული ძალით მქონე დოკუმენტი. ასევე შეგიძლიათ იხმძღვანელოთ ვიდეო ინსტრუქციით და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი თქვენ დაგეხმარებათ, როგორ უნდა მოახდინოთ უშუალოდ დეკლარირების შევსება, შესაძლებელია კითხვა გაგიჩნდეთ და ასევე აქ მითითებულია ცხელი ხაზის მონაცემები. თუმცა ვთვლი, რომ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია გაქვთ სხვა ფიზიკურ პირებთან მიმართებაში და გისურვებთ წარმატებას და დარწმუნებული ვარ დამოუკიდებლად მოახდენთ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის დეკლარაციის შევსებას. მაშინ სადამე მოახდინოთ დეკლარაციის გადაგზავნა. მნიშვნელოვანია, რომ მოგივიდათ დეკლარაციის სარეგისტრაციო ნომერი, ასევე მოვიდა ჯამური თანხა, თქვენ შესაძლებელია ელექტრონულადაც მოახდინოთ აღნიშნული თანხის გადარიცხვა, ასევე შეგიძლიათ ნებისმიერი ბანკის მეშვეობით მოახდინოთ ამ თანხის გადარიცხვა და თქვენ საგადასახადო ვალდებულებები, როდესაც უკვე მოახდენთ უშუალოდ გადასახადის გადახდას 15 ნოემბრამდე, ანუ არა უგვიანეს 15 ნოემბრისა, ბიუჯეტის წინაშე არანაირი საგადასახადო ვალდებულებები ქონების გადასახადში აღარ გეკრებათ. მადლობთ ყურადღებისათვის, ეს იყო ზოგადად ფიზიკური პირების ქონების გადასახადი. კითხვები ხომ არ გვაქვს? არაფრის არა.